ბატონო, ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, საუბარი არის საერთო ფასეულობებს და კონკრეტულად LGBT კანონზე, რომელიც მიიღო ბუდაპეშტმა 2021 წელს და მაშინ ბრიუსელმა საარჩელი შეიტანა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პარალელურად გვახსოვს, რომ ოპოზიცია აკრიტიკებდა ამ კანონს საქართველოში და ამბობდა, რომ რეალურად ბრიუსელი არ ერევა ამ კანონს. როგორ არ ერევა? რა გამოჩნდა ამ მაგალითზე? ყველა ძალიან კარგად იცის, რაც ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არ ერევა. ხო, პირდაპირ მოწოდებები იყო ჩვენ, როდესაც ოჯახის დაცვისა და ღირებულებების შესახებ კანონი მივიღეთ, როგორი შემოტევა იყო ამ ღვთისმსახურთან დაკავშირებით და ახალაც გრძელდება, ხო, პირდაპირ რეზოლუციებსაც იღებენ, პირდაპირ მოწოდებებია, რომ აღნიშნული კანონპროექტი იყოს გაუქმებული. საერთო ჯამში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველას სთხოვენ იგივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, ვისაც გაცხადებული აქვს ევროკავშირის გზა. და რა ვიცი, ჩვენ ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თუ რა შემოტევები, შანტაჟი, მუქარები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, ბევრჯერ გვითქვამს, რომ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ხო, ყველას ვისაც როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ ამის პროპაგანდა დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი. უნგრეთზე რახან საუბრობთ, მაშინ გავაგრძელოთ ეს თემა. გუშინ გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში. შემდგომ კაია კალასმაც გააკეთა განცხადება და თქვა ასეთი რამ, რომ მას შემდეგ რაც უნგრეთი უკვე აღარ დაბლოკავს რიგ გადაწყვეტილებებს და გაცხადებულია, რომ ვეტოც აღარ იქნება გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, ისევ დააყენებენ საკითხს მოლაპარაკების მაგიდაზე, რაც შეეხება უკვე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების პოლიტიკას. მე მაქვს ერთი კითხვა, თქვენ ემზადებით თუ არა ამისთვის, იმიტომ რომ ეს უკვე ფინანსური სანქციებია, რომელიც შეიძლება შეეხოს ოჯახის წევრებსაც და მეორეს მხრივ, როცა უნგრეთი უკვე აღარ იქნება, ასე ვთქვათ, წინააღმდეგი ამ პროცესისა, თქვენ რომელი ქვეყნის იმედი გაქვთ? ვისი იმედად ხართ ახლა? სანქციებთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაკეთდა განცხადება. და კიდევ ერთხელ თქვენს გაგიმეორებთ, რადგან ვერ გაიგეთ და გჭირდებათ გამეორება, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები. და გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის მომავალს და დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. თუმცა ეს სანქციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო თქვენთვისაც, მათ შორის, რომ უნგრეთი ბლოკავდა ამ გადაწყვეტილებას და უნგრეთი გესახებოდათ ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მხარდამჭერ ქვეყანად, რომელმაც დაბლოკა ყოველ ჯერზე ფინანსური სანქციების საკითხი თქვენთვის. აი ახლა რა იმედი გაქვთ? არაფერი, კიდევ ერთხელ იგივე შემიძლია გითხრათ, რა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია ამ ყველასთან დაკავშირებით. კაია განცხადებასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ, შეიძლება. მან თქვა ასევე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, კანონის ბიჭები და გზავნები უნდა გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლების მიერ სანქციებზეც იყო საუბარი, როგორც უკვე აღინიშნა. რამდენ არგუმენტირებული იყო მისის განცხადება და რა საუბრობს კაია რომ შევაფასოთ? არა, არგუმენტები ხო მათ არ უყვართ. არგუმენტები არ უყვართ ევროპელ ბიუროკრატებს. ისინი მხოლოდ ზედაპირული პოლიტიკური მესიჯებით შემოიფარგლებიან მუქარებით, შანტაჟით. არგუმენტები არ უყვართ. თქვენ მოგისმენიათ რაიმე არგუმენტი ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც იმ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით, რომ მოგვიწოდებდნენ გაგვეუქმებინა. მოგისმენიათ ერთი არგუმენტი დღემდე, ხო, ამდენი ხნის განმავლობაში მიდის შანტაჟი, მიდის მუქარა და ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. გითხარით არგუმენტი, რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა, ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, როდესაც მაშინ სხვადასხვა ევროპული ქვეყნები, თუნდაც ბრიტანეთი, თავად საუბრობს აღნიშნულ კანონპროექტზე და ამის აუცილებლობაზე. და ჩვენ, როდესაც მივიღეთ აღნიშნული კანონპროექტი, გახსოვთ რა შემოტევები იყო და სამწუხაროდ დღესაც იგივე გრძელდება. არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. იმიტომ რომ იციან, რომ პრობლემა არ არის. პრობლემა შეიძლება იყოს მათთვის, ვინც თანხებს აგზავნის ქვეყანაში, დაკავებულია იმით, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს და მოიყვანონ მათ ქვეშ დაქვემდებარებული ადამიანები მთავრობაში, ხელისუფლებაში, რომ შემდეგ მარტივად სამართავი იყოს
ამ ადამიანებით კონკრეტული ქვეყნები. მაგრამ ამბობენ რომ ინტერესი არ მართავს ოპოზიციას. მიხეილ სააკაშვილი მიმართა განგასწრებებს თქვენ ქართული ხალხის სააკაშვილმა გაავრცელა პოსტი და დაიწყო საკუთარი პოზიციები გრძელდება მოკლედ ეს დაპირისპირება, სადაც შეიძლება გაგრძელდეს. მათი ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დობა მოიპოვონ საზოგადოებაში, მიაღწევონ თუ არა ამ ფონზე, როდესაც მოდი ამას დავამატებ. ასე განაცხადა, რომ დროა ჩემი კომპლექსისგან გამოგვიდეთო ოპოზიციას მიმართა და თუ რამე არ გამოგდითო, მე ნუ მაბრალებთო და ნუ ამბობთო, რომ მიშეგვიშლის ხელმძღვანელობა. არა, ნუ ეხა მე არავის შიდა საქმეების შარევას არ ვაპირებ, შეიძლება არ იყოს ჩემი საქმე, უბრალოდ რა ზედაპირზე ჩანს, იმასთან დაკავშირებით ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, რამდენიმე კვირის წინ ყველას გვახსოვს, ხო, რამხელა აურძაურეთ ზარზე იმით გვამცნობეს ერთობა, თუმცა მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, ხო, წარმოუდგენელია ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გარედან იმართებიან და მათ საერთოდ ქვეყანასთან და ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხმედრა არ აქვს. აბსოლუტურად აცდენილები არიან, ქვეყნის მტრები არიან, ჩვეულებრივად. შესაბამისად, ეს იყო თავს მოხვეული, გარედან მიცემული მითითებები და ნუ შედეგით სახეზია ახლა ყველაფერი ნათელია და კარგად ჩანს, ხო, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ლანძღავენ ერთმანეთს, ნუ საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ ამ ადამიანებმა, ხო, პრეტენზია არ აქვს ზოგადად. შესაბამისად, მე ბევრჯერ ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ. საიდან იმართებიან, ვინ არიან, ვინ აძლევს მითითებებს, ეს ერთობაც რაც შეიქმნა, რა თქმა უნდა, გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს ხო არანაირ იდეოლოგიაზე დაფუძნებული არ იყო, არანაირ ქვეყნის სიყვარულზე, ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა არ იყო. ეს იყო უბრალოდ გარედან მიცემული მითითება თავიანთი პატრონების მიერ და ნუ ეხა შედეგს ხედავთ ყველანი. ამ თემას გავაგრძელებ დაპირისპირებას ისევ სამოქალაქო აქტივისტი ალბი კორძაია მძიმე ბრალდებას უყენებს ნაბიჯის ორგანიზაცია ნაბიჯის დამფუძნებას ლუკა ჩოხონელიძეს სექსუალურ შევიწრობაში დანაშაულებს ისმის მოკლედ სამოქალაქო აქტივისტების შორისაც მძიმე ბრალდებები რაზე მიანიშნებს ეს დაპირისპირება. ნუ არ ვიცი ხა ვის რა დაპირისპირება აქვს მეც ნახე აღნიშნული განცხადებას თუ სტატუსი რაც გინდა დავარქვათ თვითონ ფაქტი არ ვიცი ხა რამდენად სიმართლე შესაბამისად შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან ალბათ და გამოძიება დაადნოს მაგრამ ფაქტი რაზეც იყო საუბარი თქო უნდა მძიმე და ძალიან სუსტი ურთიერთბრალდებები სამოქალაქო აქტივისტებს შორის რას აჩვენებს? ნუ აჩვენებს იმას რომ არის განხეთქილება აჩვენებს იმას რომ ამ ადამიანებს არ აქვს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება არის პრობლემები ამ გაერთიანებებში და ნუ შედეგსაც ხედავთ. განცხადებების სახით რასაც ვისმენთ. მოულოდნელი იყო აი ეს ბრალდებები დაპირისპირება სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით, იმიტომ რომ არ ვარ დაინტერესებული და არც ვურმალდები აღნიშნავს. ბატონო, თუ შეიძლება სანქციებთან დაკავშირებით მაინც ჩაგეკითხებით, სანქციების შესახებ მაინც ჩაგეკითხებით. თქვენი პოზიცია ბევრჯერ მოგვისმენი, არა მხოლოდ თქვენი მხრიდან რომ ეს შანტაჟია და მუქარა, თუმცა ეხლა ფაქტია რომ შეიძლება ეს უფრო მეტად რეალური იყოს პერსპექტივა სანქციებისა, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ უნგრეთი აღარ არის. აი თქვენ თუ კი მართლა სანქციებს დააბრუნებენ მოლაპარაკების მაგიდაზე. თქვენ რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან გააქვთ კომუნიკაცია რომ ეს დაბლოკოს, რაიმე მცდელობები რომ პრევენცია მოახდინოთ თუ უკვე შეგუებული ხართ რომ ფინანსური სანქციები დაგეკისრებათ. აი რეაგირება რა არის? არაფერი რეაგირება ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, ვიცავთ ქვეყნის ინტერესს, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, სადაც პირველ რიგში ქვეყნის ინტერესია დაცული, ხალხის ინტერესია დაცული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შეგუებული ხართ. ბატონო? შეგუებული ხართ. რა ვიცი ხა სანქციები რამდენჯერ უნდა დააწესონ, ხო? გავიგეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ბატონო, მაგრამ ქვეყნის ინტერესია საუბარი. საკადრო ცვლილებებზე მინდა გკითხოთ, როგორ ახსენებ გუშინდე საკადრო ცვლილებებს ვიხილეთ სუსის ახალი ხელმძღვანელი, ასევე შესაძლოა როგორ ახსენებთ? რამ განაპირობა ეს? რაც შეეხება განხორციელებულ ცვლილებებს, ნუ გუნდში ახლა ხშირად ხდება ცვლილებები, ამისგან რა ვიცი, არაფერი გასაკვირი არ არის. დღეს შეიძლება ერთ კონკრეტულ უწყებას, მიმართულებას ემსახურებოდე და მუშაობდე,
ყველა, რა თქმა უნდა, სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახუროს შენს ქვეყანას და ემსახუროს შენს ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ კონკრეტულ უწყებაში იქნები ან რომელ კონკრეტულ თანამდებობაზე. თავარია გააკეთო ის საქმე, რაც ჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და რაც ჭირდება ქართულ ხალხს. მინდა თითოეულ მათგანს უსურვო წარმატებები, ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და შესაბამისად ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი და წარმატებებს უსურვებ. არა, ორი მიმართულებით მაქვს მხოლოდ ამ თემაზე კითხვა. მამუკა მდინარაძე 6 წლით იყო არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე. მაშინ გვახსოვს, რომ მისი მიზანია, რომ 6 წლის შემდეგ რუსეთის თანამშრომლებმა იამაყონ ამ უწყებაში მუშაობით და ამბიციური გეგმებიც ჰქონდა და რამდენიმე თვეში მოხდა მისი შეცვლა. თქვენ ამბობთ, რომ ხშირად ხდება, მაგრამ მაინც რამ განაპირობა და როგორ აღვიქვათ ეს დაწინაურებაა მისი, იმიტომ რომ კოორდინაცია ცოტა ვერ გავიგეთ სამართალდამცავ. აი, ნახეთ, იქნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს. ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა და როგორც საუბარში აღნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი უწყებაში ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებულია, მას რატომ გაუშვებენ რამდენიმე თვეში? ეს როგორ უნდა გავიგოთ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადანაცვლება არ არის ის, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან რაიმე პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს შეიძლება იყოს ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება მეორე თანამდებობა, თავარია სადაც და როგორც არ უნდა იყოს, ემსახურო შენს ქვეყანას და შენს ხალხს. შეიძლება თქვენზე გკითხავთ, თქვენ მათგან განსხვავებით არჩეული მერი ხართ არჩევნებით. ბოლომდე იქნებით ვადის ბოლომდე შეასრულეთ. თქვენ ჩემზე ნუინერვიულით, იმდენი გაქვთ სანერვიულო. არა, თქვენ გითხარით. ჩემზე ნუინერვიულით, ჩემ თავს ჩვენს გუნდს, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, ჩვენ თვითონ ვიხედავთ. მიხედავთ საკუთარ თავს, იმდენად ძიმე მდგომარეობაში ხართ. მოხედავთ, გუშინ ერთად იყავით, იკრიბებოდით, დღეს იშლებით დედას აგინებთ ერთმანეთს. მიხედავთ თქვენ საკუთარ. თქვენზე გეკითხებით. მე კი არ ბრაზდებ კაც. თქვენ მდგომარეობაში შევდივარ. ბოლომდე ბატონ კახა. თქვენ მდგომარეობაში შევდივარ. ნახეთ რა მდგომარეობაში იმყოფებით და მიხედავთ საკუთარ თავს და საკუთარ ჯარიმებზე